წლის ბოლო გადაცემა. მე ჟურნალისტი თეა იოსელიანი ვარ, სანამ დღევანდელი გადაცემის თემას გაგაცნობდეთ, მინდა ბურისმოების სახელით მოგილოცოთ დამდეგი 2012 წელი წარმატებებს და სულის სიმხნევეს გისურვებთ. ფილმ კამერას დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი ირინა საჯაია სტუმრობს, რასაკვირველია შეხვედრა თქვენი ინტერესის გათვალისწინებით შედგა. საუბარი კი თემაზე გვექნება თუ როგორ შეხვდება ოზურგეთი ახალი წლის ღამეს. მადლობა ქალბატონო ირინა მოგზაურობისთვის. მოდი იქედან დავიწყოთ, რა მოლოდინებით ახალი წლის ღამეს ოზურგეთელებს უნდა ჰქონდეთ. რა ღონისძიებები იგეგმება, როგორ ხვდებით 2012 წელს? მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, სიმშვიდე ყოფილიყოს ყველა ოჯახში და ყოველთვის საუკეთესო თქვენთვის მისაღებია. დავიწყოთ 2011 წლის 31 დეკემბრის ღამით, ნორეგთან დავიწყოთ და მე ნახოთ რა იქნება დანარჩენი. 31 დეკემბრის ღამეს გეგმავთ რა თქმა უნდა ღონისძიებას. ადგილობრივი ძალებით დილით დაიწყებს თოჯინების საბავშვო თეატრის მსახიობები ქუჩებში სიარულს ანტების ფორმებით და ასე შემდეგ და გააფრთხილებს მოქალაქეებს საზოგადოებას, რომ ექნება საახალწლო შოუ გასართობი პროგრამა ღამე. და ჩვენ ფიქრობთ ახლა ამაში გათვალისწინებული გვაქვს, ეს იქნება ლოტო გათამაშება, სადაც მობილური ტელეფონები გათამაშდება და თბილი სათამაშოები და ფეიერვერკით დასრულდება. ამასთან ერთად წელს მოგეხსენებათ პრეზიდენტთან საჩუქარი გაგვიკეთა, მოკლედ ეს არის პრეზიდენტის განკარგულება 23 დეკემბრის 45,000 ლარი იგეგმება გვირიცხავს, გადმოგვირიცხა უკვე და ჩამოდის ანსამბლი, ფემილი ესეთი ანსამბლი, ქართული იქსი კიდევ არ ვიცი, როგორა ზუსტად გავიგებთ ყოველ შემთხვევაში და საჩუქრად ვიკეთებენ კონცერტს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საღამო გვექნება თან სტუმრებთან ჩვენ ჩართულობით, ადგილობრივი ძალების, მე გათამაშება ლოტო და ფეიერვერკით დასრულდება. თან გამოსახულებაში რა უჯდება ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი? მთლიანად საახალწლო ღონისძიებებისათვის არის 39,000 გათვალისწინებული, ამაში შედის მოედანზე ნაძვის მონტაჟი, სცენის მონტაჟი, გარე განათებების მონტაჟი, ფასადების მოწყობა. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ თანხაა, რომელსაც სერიოზული მუშაობა ჭირდება. და ასევე შედის საახალწლო ღამის მოწყობაც. ანუ 39,000 ის არის ნებაყოფლობით გამოსილების ბიუჯეტიდან, 45,000 პრეზიდენტის ფონდიდან, სარეზერვო ფონდიდან, საერთო ჯამში 94,000 ლარი. აქედან ეს 45,000 ქალბატონო ირინა მიმართული არის მხოლოდ ამ ერთი ანსამბლის დაფინანსებაზე თუ სხვა რაიმის უბრალოდ? ეს არის ამ ანსამბლის ჩამოყვანა, ტრანსპორტირება, სტუმრობა, აბსოლუტურად ყველაფერი შედის თავისი ყველაფერი განწერილი არის თავის ხარშავების სხვა ახლავს ამ ანსამბლის კონცერტის ჩასატარება. რა თქმა უნდა, კარგია, როცა არის გართობის საშუალება, თუნდაც ერთი ღამით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბიუჯეტის სიმცირეს, როცა რიგი სფეროებისა, სრულყოფილი დაფინანსების გარეშე რჩება, ცოტაზე მეტად ხომ არ გეჩვენება და ეს მოხსენებული ციფრები, იქნება ეს 45,000 იმისთვის გამოიყო, რომ ადგილობრივი თანხები დაგვეზოგა. ამისთვის ყოველ შემთხვევაში განწყობა არ შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. მე ვიტყოდი, რომ თლად ესე არა, შაშანდელთან შედარებით წელთან შედარებით სოცპაკეტიც გაზრდილია, შემიძლია თქვა და გაზრდილია ორგანიზაციების ხელფასებით და დაფინანსებაც და რაც შეგვიძლია კიდე ღონისძიებების დაგეგმილია სოციალურად დაუცველ ოჯახებისთვის და ასე შემდეგ და ის 45,000 კონკრეტულად ამ განწყობისთვის არის ნამდვილად, რომ ჩვენს მოქალაქეებს გარემოსთან ერთად, რასაც ჩვენ ქუჩების მონტაჟს ვეძახით და ნაცვის ხის და ყველაფერთან ერთად გემრიელი და ლამაზი კონცერტი ვაჩვენებთ. ბოლო წლები ტრადიცია დააქცეული ახალი წლის ღამის ხელისუფლების წარმომადგენლების სტუმრობა შეჭრებულ ოჯახებში წელს რა ხდება? წელსაც იგეგმება. ოჯახი მიიღებს თქვენგან საახალწლო საჩუქარს. წელსაც იგეგმება, ეს იქნება საშობაოდ სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ საშობაოდ ხელისუფლების წარმომადგენლები მივლენ იმ ოჯახებში, მივლენ სასადილოში, სადაც ჩვენი უყურებთ ოჯახებთან სასადილოში და მიიტანებენ საჩუქრებს, საშობაოდ საჩუქრებს. კიდევ რა მიმართულებით გაიწერა თანხები, რაც უშუალოდ ახალი წლის ღონისძიებებთან შეიქმნა? რამდენიმე ღონისძიება ტარდება, მაგალითად დავიწყოთ დღევანდელი დღით, დღეს
დაბაურეკის კულტურის სახლი აკეთებს საახალწლო კონცერტს თავისი ძალებით. 3 საათზე ეწევა მომეძირო და მე გვეცოდინება ალბათ კარგი იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ტრეკია ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიაც. 30-ში ახალგაზრდული სახლს აქვს კონცერტი, 31-ში ეს კონცერტია, პირველში არის საკარნავალის საღამო ბავშვებისთვის აჩუქრებით ასე შემდეგ აკეთებენ მუსიკის ფისოს სახლი, რომელიც ძალიან კარგი და ლამაზია, ვიცით. 2-დან 6-ის ჩათვლით, 2-იანიდან 6 იანვრის ჩათვლით თოჯინების თეატრი, საბავშვო თეატრი გააკეთებს უფასო სპექტაკლებს, 2 საათზე იქნება დაგეგმილი ისინი და ჩვენს პატარებს შეუძლიათ ნახოს ეს სპექტაკლი ძალიან ლამაზი და საინტერესო ნამდვილად. რახან წლის ბოლოს გურია პრეზიდენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ხوار გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება რაიმის სიახლის დანერგვას, რომელიც 2012 წლიდან შეიძლება უკვე ტრადიციადაც იქცეს. ტრადიციად იქცეს, ეს ჩვენ უკვე 3 წელი ვაკეთებთ კალანდობას გურიაში, კალანდის დღესასწაულის აღნიშვნას, წელსაც გვინდა რომ განსაკუთრებული გარემო შევქმნათ ამ დღესასწაულის აღსანიშნავად. სოფელდვანოში არის რადიანის სახელობის მუზეუმი, სადაც ეს მუზეუმის სახე გამოიყო იმისთვის, რომ ჩადგას სამზადი ესეთი ეთნოგარემო შექმნას და ჭიშკარი უკვე გამზადებულია და გვინდა რომ განსაკუთრებულად იყოს წელს ეს, იმიტომ რომ იქ ისეთი ლამაზი გარემოა დღესასწაულის აღსანიშნავად, რომ არწმუნებული ვარ ძალიან კარგი გამოვა. და ნახოთ, ეს მოხმარდება მე ტურისტების მოზიდვას მომავალში და ასე შემდეგ განვითარდება. პრეზიდენტსაც ხვალებოდა. პრეზიდენტს არ ვიცი. ჯერადაპირება არ ყოფილა. ჯერადაპირება. კარგი, თავატონოინე ჩვენი საეთერო იწურება, მინდა საშუალება გეძლევათ, რომ ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ დამდეგი 2012 წელი. ყველას ვლოცავ 2012 წლის დადგომას, სიმშვიდის წელი ყოფილიყოს, არანაირ საშიშროება არ ველოდება, დარწმუნებული ვარ, ყოფილიყოს სიკეთე ხვავებარაკა თქვენს ოჯახებში და მართლაც რომ სიმშვიდე დაუკვირდებოდეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენთან ერთად მეც მივულოცავ ჩემს მაყურებელს დამდეგ 2012 წელს გურიისთვის ეს წელი წარმატებებით გამორჩეული ყოფილიყოს. ჩვენ კვლავ ერთმანეთს 12 იანვარს შევხვდებით. კარგად გრძანდებოდეს, ნახვამდის.